მოგესალმებით ეთერშია გადაცემა შენი პოზიცია. მე თეაგი გოშვილი გახლავართ. იმისთან მიუხედავად, რომ არჩევნების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, ადგილობრივი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო მზადება უკვე დაიწყო. ჩემი ქალაქი არ არის გამონაკლისი. მე დღევანდელი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ გორის დარბაზის დამფუძნებელი ბატონი თამაზ მაყაშვილი. მოგესალმებით ბატონი თამაზ. მე გუშინ საღამოს თქვენს პათოსს უნდა შეუერთდე და ლადოს მინდა მიულოცე ევროპის ჩემპიონობა და მინდა ვისურვო რომ სულ წინსვლა გქონდეს, ალბათ თქვენ ჩემზე უკეთ მიულოცოთ და მე დავსვამ კითხვას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. სასიხარულოდ დღე იყო გუშინ გორელებისთვის კი არა მთელი საქართველოსთვის. ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ლადო ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა და ეს კიდე იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენია და კიდევ მომავალ ძალიან ბევრ წარმატებებს ველით მისგან, რა თქმა უნდა, ყველას გილოცავთ აი ამ დიდ გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა, სულ მინდა რომ მე ალბათ უფრო ეგოისტი ვარ და ჩემი ქალაქიდან რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ციალა ქასოშვილიც არ მინდა გამომრჩეს ამავე დროს და მოდი შეკითხვას დავსვა ბატონ თამაზ. დიდი ხნის განმავლობაში გორის დარბაზი იყო ორგანიზაცია, რომელშიც იყო გაწევრიანებული გორელი ადამიანები და აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას. და უცბად გორის დარბაზს გავიშთა პოლიტიკური ამბიცია. რა ხდება? მე ვერ გეტყვით ახლა მაგას, რომ გორის დარბაზს პოლიტიკური ამბიცია უცბად გაუჩნდა. ყოველ შემთხვევაში ღია და საჯარო არ ყოფილა მაპატიეთ, ვიდრე თქვენ პასუხს გამცემდეთ, მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ შეგიძლიათ დარეკოთ დასვათ კითხვები პირდაპირ ეთერში 27 91 61 ან 27 91 62. ისმენთ. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ესე ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი გორის დარბაზის წევრებიც და ჩვენი თანამოაზრეები ყველა ვიყავით ჩართული აი ამ პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, ბატალიებში. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ ღირსეულად გვეჭირა თავი იმ პოლიტიკურ ბრძოლებში, ესე ვთქვათ. და მას შემდეგ აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი ნაბიჯი გადავდგით და მე მიხარია, რომ შემდეგ ბიზინა ივანიშვილმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგა, რომ მანაც ჩათვალა, რომ საზოგადოების ჯანსაღი პოზიცია ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. არა, მან არ გადადგა ეს ნაბიჯი, პირიქით. ის პოლიტიკიდან წავიდა სამოქალაქო სექტორში, თქვენ სამოქალაქო სექტორიდან მიდიხართ პოლიტიკაში. მაგას გეუბნებით, მე საზოგადოებრივ სექტორში ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩემი წასვლა საზოგადოებრივ სექტორში და საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება გორში ზუსტად იმან გამოიწვია, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს დაგვარად გაგვიაქტიურებინა ჩვენს ქალაქში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მივახციეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმისი ამბიცია დარბაზში გაწევრიანებულ ადამიანებს და კიდევ ძალიან ბევრს, ვინც შეიძლება ჩვენთანაც არ არის რაიმე კავშირში, რომ შეიძლება ჩვენ მივიღოთ გაცილებით უფრო უკეთესი საკრებულო, გაცილებით უფრო ჯანსაღი საკრებულო, გაცილებით უფრო თავისუფალი საკრებულო, თავისი აზრის, თავისი ნების დაფიქსირებაში და აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ შეიძლება ზოგიერთი ჩვენთაგანი იყოს წარმოდგენილი საკრებულოში. ვიცი, ეს მე ვფიქრობ, რომ თუ დაუშვათ ჩვენ შევძელით ის ადამიანებმა, რომ გორის საკრებულოში მოხვდით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად წაადგება ჩვენს ქალაქს. რამ განაპირობა თქვენი პოლიტიკური ამბიცია? მე კიდევ ერთხელ ვსვამ ამ კითხვას, იმიტომ რომ ეს კითხვა მოდი მე დავსვამ კითხვებს, რაც საზოგადოებაში გაჩნდება. ორი შეხედულება მომისმენია მე ამ დარბაზთან დაკავშირებით, რომ ეს ჩანაფიქრი არსებობდა ადრევე, უბრალოდ გაახმოვანეთ ახლა. ან რაღაცამ გიბიძგათ ახლა, რომ პოლიტიკურ სუბიექტად გადაკეთებული იყო დარბაზი. ჩვენ არა, დარბაზი გადაკეთებული იყო პოლიტიკურ სუბიექტად, ეს სუნთლად შესატყვისი გამოთქმა არ არის რეალობიდან. საზოგადოებას გავაგებინოთ, ზუსტად შესატყვისი რა არის ამ? ჩვენ გვინდა, რომ გორის დარბაზის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვერ შევძელით, ესე ვთქვათ, მაღალი ხარისხით თანამშრომლობა გორის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით უკეთესი იქნება გორში აირჩეს ისეთი საკრებულო, რომელიც უფრო ფართოდ იქნება, ესე ვთქვათ, ხალხის აზრის ცოდნით დაინტერესებული და ის ადამიანები, ერთ-ერთი ის ადამიანები ჩვენც ვართ,
ვისაც შეუძლია ამისი გაკეთება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ჩვენი შესვლა გორის საკრებულოში გაცილებით უკეთესი იქნება ის ფუნქციები, ის ესე ვთქვათ, გეგმები, რაც ჩვენ გვინდოდა დარბაზში გავეხორციელებინა, საკრებულოში გაცილებით უფრო ადვილად განვახორციელებთ აი ამ გეგმებს. თქვენ ჯერ მოდით ვიდრე იმაზე გადავიდოდეთ, რა ლოდინები გქონდათ საკრებულოსთან და რატომ ვერ შედგა თქვენი თანამშრომლობდა მაღალი ხარისხის, როგორც თქვენ ბრძანეთ ერთმანეთთან. მოდით მე დავსვამ ასეთი კითხვას. თქვენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კუთვნილებები ასედაც იყავით და ისედაც ამ დარბაზში გაწევრიანებული ხო? რა ხდება თქვენ უპირისპირდებით კოალიციას, იმიტომ რომ კოალიციას ექნება ერთიანი სია. თქვენ ხართ თავისუფალი დემოკრატების წევრი, რამდენადაც მე ვიცი. როგორ უნდა მოახერხოთ, რომ მათი გვერდისავლით დარბაზიდან ყავდეთ წარმომადგენლები საკრებულოში? ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება და ჩვენ ადამიანებმა უნდა დავძლიოთ რაღაცა ეს ბარიერები, ჩემი აზრით ეს ხელოვნური ბარიერები, იქიდან გამომდინარე, რომ მე ამას ძალიან მარტივი პასუხი გავეცი, რომ მე უფრო მეტად, უფრო მაღლა ვაყენებ ჩემი ქალაქის ინტერესებს, ვიდრე ჩემი პარტიის ინტერესებს. პარტიას ბატონო. პარტიას მე ანუ სხვა პარტიაში არ შევდივარ. დიახ. თუ ჩვენი პარტია თავისუფალი დემოკრატები ჩათვლიან ესე ვთქვათ საჭიროებად ჩემი გარიცხვას, ალბათ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის სიით შეიძლება ვიყარო, კენჭი კონკრეტულად გორის დარბაზი იქნება, ან შეიძლება სხვა სახელით იყოს, ერთიანობის დარბაზის სახელით იყოს ეს ორგანიზაცია წარმოდგენილი, თუ თავისუფალი დემოკრატები ჩათვლიან საჭიროდ, რომ მათმა წევრმა თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილზე? მე მათ ადგილზე თამაზ მაყაშვილის მერობის კანდიდატად წარვადგენდი. მადლობთ, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, კიდევ ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიის წევრობა არ ნიშნავს ცალკე თამაშს, ხო? თქვენ გუნდურ თამაშში უნდა გეთამაშათ დღემდე. შეხვდით თქვენს ხელმძღვანელობას, ანუ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობენ, თუნდაც ის, რომ თამაზ მაყაშვილი წარედგინათ მერობის კანდიდატად, სთხოვეთ? მე არ მithოვია ეს აზრი თვითონ პარტიაში დაიბადა, რომ მე ყოფილიყავი წარდგენილი მერობის კანდიდატად კოალიციაში და ეს გადაწყვეტილება ჩემი მიღებული ჰქონდა, მე ამაზე დავთანხმდი და მე ამის შესახებ განვაცხადე. ძალიან საინტერესო განცხადებას აკეთებთ. ანუ თქვენ მიიღეთ თანხმობა იმაზე, თუ შემოთავაზება, რომ მერობის კანდიდატი ყოფილიყავით ჩვენს ქალაქში თავისუფალი დემოკრატებიდან. და რა მოხდა შემდეგ? შემდეგ მოხდა ის, რომ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბატონ თამაზ? მოდით ვიყოთ ღიები საზოგადოება. ჩვენი პარტიის გორის ორგანიზაცია მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირადად ბატონ თამაზ შიოშვილმა შემომთავაზა მე ეს და მე ამაზე დავთანხმდი და მე ამის შესახებ განვაცხადე პრესასთანაც, რომ თავისუფალი დემოკრატებიდან მე ვიქნები წარდგენილი მერობის კანდიდატად. მე ვერ გეტყვით რა არგუმენტები იმსჯელა ჩვენი პარტიის ესე ვთქვათ თავარმა კომიტეტმა, როდესაც შეცვალეს მათ ეს გადაწყვეტილება, მე არ დავსწრები ვარ ამ მსჯელობას, თუმცა სასურველი იყო რომაც დავსწრებოდი მას და შემდეგ შემომთავაზეს პარტიულ სიაში რომელი პირველი ადგილი და მაჟორიტარობა, ასეც მე უარი განვაცხადე და ვაპირებ დამოუკიდებლად, ანუ მე მირჩევნია ის დივიდენდები, თუ მე რაიმე დივიდენდი გამაჩნია გორში, გორის მოსახლეობასთან, ჩემი ასე ვთქვათ დივიდენდი დავხარჯო და ამითი მივიღო ის ხმა, თუ რაიმე ხმას გაიმეტებს ჩვენი ქალაქის მოსახლეობა ჩემთვის და მასზე მოხვდე ქალაქის ხელისუფლებაში. ესე იგი, თუ მეც და საზოგადოებამაც ალბათ სწორად გავიგეთ, თქვენ განდგომილი ხართ თავისუფალი დემოკრატებისგან და შემოკრებული ადამიანებთან, ბილ ადამიანებთან ერთად, რომელსაც გორის დარბაზი ქვია, ქმნით პოლიტიკურ სუბიექტს. იურიდიულად რამდენად იქნება ლეგიტიმური ეს ორგანიზაცია და რა ვადებში მოესწრებაო, რას გეუბნებიან, იმიტომ რომ გუშინ მე ვკითხულობდი შეფასებას იურისტების ამ ყოველფრის. განდგომილი ეს ზუსტი შესატყვისი არ არის. სუბიექტური აზრი მოგახსენეთ იქ ყველაფრიდან რას თქვენ ბრძანეთ? ხო, განდგომილი ეს იმას არ ნიშნავს. მე
ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური პარტიის წევრი, ეს იყო ეროვნული დემოკრატიული პარტია, რომელიც ფუნქციონირებდა და ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერის გია ჭანტურიას თანამებრძოლი. საქართველოს ეროვნულ კონგრესის წევრი ვიყავი და ქონია შემთხვევა, როდესაც გია ჭანტურიასთან ჩემი აზრი არ მოსულა თანხმედრაში და საწინააღმდეგო აზრი ქონია ერთმანეთთან. და მე ვამაყობ ამით, რომ ჩვენ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში იყო ესეთი მოცემულობა შიგნით, რომ ამაზე თავისუფლად შეიძლებოდა ერთმანეთთან აზრების ურთიერთგაცვლა გამოცვლა. მე ვერ ვიტყვი ახლა მაგიტომ ვერ დაგეთანხმეთ იმაზე განდგომილი რას ქვია, რომ მე შეიძლება მათ პოზიციებს უარყოფდე, ეგრე არ არის რა. ძალიან ბევრ რამეში მე ვეთანხმები, მაგრამ არ დაეთანხმეთ ხოლმე იმაში, რომ არ დაგაღენეს მერობის კანდიდატად? მე არ დავეთანხმე, არა. მე არ დავეთანხმე იმაში, რომ თვითონ პროცედურა არ არის, ჩემი აზრით, ჯანსაღი და მე ამას ხმამაღლა ვამბობ. პროცედურა ბევრი გორელი დამეთანხმება, რომ გორის საკითხები, ვინ უნდა იყოს გორის თვითმმართველობაში, ეს პირველ რიგში უნდა წყდებოდეს გორში. გორში მე შევთავაზე კოალიციის ხელმძღვანელობას, ყველა შემავალი პარტიების ლიდერებს, რომ შევიკრიბოთ გორში კოალიციის წარმომადგენლები, დავждეთ დანარჩენი თუ გნებავთ პრესის და ტელევიზიის გარეშე და მივიჯელოთ, დავუსვათ ერთმანეთს შეკითხვები, მე აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე მზად ვარ გავცე პასუხი ყველას. ისევე როგორც ნებისმიერი კანდიდატი, ვისთან ერთადაც თქვათ უნდა მომიწიოს საკრებულოში ყოფნა, ვინ უნდა იყოს ჩვენი მერობის კანდიდატი, იქნებ მე რაღაცა შეკითხვები მქონდეს ამ ადამიანთან, ის მზად უნდა იყოს ამ პასუხების გასაცემად. ეს ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა გორში და ჩვენ უნდა შეგვეთავაზებინა მე დასამტკიცებლად კოალიციის ხელმძღვანელობისთვის. მე მასეთი პროცედურის მომხრე ვარ და ვინაიდან ეს პროცედურა არ არსებობს, ვერ შესრულდა, ანუ ვერ განვითარდა ეს პროცედურა, აქედან გამომდინარე რაც მე ვფიქრობ, რომ მაქვს მე ამის უფლება და მორალურადაც და იურიდიულადაც მე მართალი ვარ აბსოლუტურად, მე მაქვს იმის უფლება, რომ მე კენჭი ვიყარო გორში. და კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაფერი იყოს დათელი. იქნებ თავისუფალ დემოკრატებს ყავდათ თქვენზე უფრო ღირსეული კანდიდატურა გორის მერობისთვის. არ დაინტერესებულ ხართ ამ? არა. ზუსტად მაგას ვამბობ მე, რომ ამაზე უნდა გვემსჯელა და იმ ღირსეული კანდიდატურისთვის მეც უნდა მქონდეს შეკითხვების დასმის უფლება, ისევე როგორც მას უნდა მქონდეს ჩემთან შეკითხვების დასმის უფლება, მე უნდა ვიცოდე ვთქვათ რა პროგრამა აქვს, რა გიგმები აქვს მას, რა საპირებს და ასე შემდეგ. მე მისი თანამებრძოლი უნდა გავხდე, მე მას მხარი უნდა დაუჭირო. ოქტომბრის არჩევნებში ვამბობ, სხვა მოცემულობა იყო, ჩვენ ყველა დავირაზმეთ, რომ ერთი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები თვისობრივად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან და იმ მოცემულობისგან, რაც მაშინ იყო. და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დღეს გორელებს ჩვენ თვითონ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ვამბობ, ჩემი ქალაქის ინტერესები უნდა იდგეს მაღლა პარტიულ ინტერესებზე და მე ყველა პარტიის, მათ შორის ქართული ოცნება იქნება რესპუბლიკური პარტია თუ თავისუფალი დემოკრატები თუ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტია, ყველას მოუწოდებ, რომ ასეთნაირად მივიდგნენ ამ საკითხს. ჩვენი ქალაქის ინტერესები დააყენონ უფრო მაღლა, ვიდრე თავისი პარტიული ინტერესები. მადლობთ. რა მოლოდინები გქონდათ 2012 წელს და რატომ ვერ შედგა თქვენი და საკრებულოს რამოდენიმეჯერ გაუსვით ხაზი საკრებულოსთან ურთიერთობა ვერ შედგა, მერიასთან, გამგეობასთან შედგა ურთიერთობა და საკრებულოსთან ვერა. ან გუბერნატორთან შედგა ურთიერთობა და მხოლოდ საკრებულო იყო თუ ყველა ინსტანციაში ასე გაჭირდა ურთიერთობა, როგორც თქვენ ბრძანეთ? მე ვერ გეტყვით ახლა გუბერნატორის ინსტიტუტი სულ რაღაც 3 თვე არის არსებობს, დავიწყებ გუბერნატორიდან, მოდით ესე ვთქვათ. გუბერნატორი როდესაც დაინიშნა თავიდან, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ თავიდან შევხედროდი მას და ძალიან ნაყოფიერად ვისაუბრეთ და ძალიან კმაყოფილი წამოვედი და წამოვედი იმ იმედით, რომ მე მომავალში შეძლებდი მასთან თანამშრომლობას, მაგრამ ერთი ძალიან მარტივი ესე ვთქვათ საკითხია, ну მარტივი თვითონ საკითხი არ არის, მაგრამ წინადადება იყო ესეთი, რომ ჩვენ შევთავაზეთ გუბერნატორს წერილი, მიწერე რომ გვემუშავა გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალის აღდგენაზე.
და ეს წერილი მივწერეთ ჩვენ ესეთი მოთხოვნა გორის საზოგადოებაში არის საგუნდო ასე ვთქვათ ტრადიციაზე გორელებს ალბათ შესაძლებელი არ ჭირდებათ მაგრამ აი იცით რა არის შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამირეკა მე გუბერნიიდან და მითხრა რომ თქვენ ფულს თხოვულობთ და მე ვუთხარ რომ მე ფულს არ ვთხოვულობ და ესეთი საერთაშორისო ფესტივალი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება მე მინდოდა რომ ნებისმიერი ესეთი ღონისძიება პირველ რიგში იქნება საორგანიზაციო ჯგუფი, რაც უფრო მაღალი რანგის იქნება ეს საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, მით უფრო მაღალ დონეზე წარიმართება პროცესები და მე ეს მინდოდა. სამწუხაროდ დაახლოებით 2 თვე ნახევარი 3 თვე ცდილობდი რომ შევხედო და ეს ამიხსნა მათ გუბერნატორისთვის რომ ფულს არ ვითხოვდი მე ბატონ გიორგი თორთლაძეს ველაპარაკი ამის შესახებ ის დამეთანხმა ამ ყველაფერზე ისიც მეხმარებოდა რომ შევხედროდი გუბერნატორს მაგრამ არ ვიცი რატომღაც მე ვფიქრობ რომ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ეს კიდე უფრო სხვა თემა არის რომ მას უთხრეს რომ მე არ უნდა შემხედროდა უთხრა ეს ძალოვან სამსახურებმა ეს სხვა თემა არის და მაგალითად საინტერესო განცხადება არა სხვა თემა არ არის აქ შემგვიყურებენ მარტო მე და თქვენ ხომ არ ვსაუბრობთ ვიყურებენ ადამიანები კონკრეტულად ვინ უთხრა გუბერნატორს რომ თქვენ არ შეგხედროდა კონკრეტულად ალბათ უშიშროების სამსახურებმა ეს არის სუს ალბათ თუ თქვენ დანამდვილად ანუ ეს არის თქვენი ვარაუდი თუ თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია ეს არის ჩემი ვარაუდი თქვენი ვარაუდი ძალიან დიდი მადლობა გადმოვიდეთ გამგეობაზე კი ბატონო გამგეობაზე ახლა გადმოვიდეთ საკრებულოზე კი ბატონო საკრებულოს ჩვენ 2000 მე მოვყევი ზემოთა საქმეებს ჩამოვყევი 2012 წლის დეკემბერში ჩვენ მივმართეთ წერილით საკრებულოს რომ ჩაგვეტარებინა ერთობლივი სხდომა და ერთობლივად მიგვეღო რაღაცა გარკვეული სახის დოკუმენტი რომლითაც ჩვენ დავაფიქსირებდით ჩვენ რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და რაღაცა გარკვეულ რეაგირებას მოვითხოვდით შესაბამისი ორგანოებიდან კონკრეტულად ჩვენ გორის დარბაზმა შევისწავლეთ გორში და გორის რაიონში სკოლებში მასწავლებლების მაპატიეთ ამ თემას დაუბრუნდებით ზარია ეთერში. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით ბატონო. მე გიორგი ლუგუძე ხაშურიდან შეგახსენებ ჩემ თავს ალბათ გასულ 70 წლების ბოლო ინსტიტუტში სწავლის დროს ლევანიანი იაშვილის მიერ დაგებული იყო მართლათა გარდერობი ასეთი სპექტაკლი დავგეგმავენაზე. და თქვენთან ერთად და მარინეინა დაშვებთან და მეც გიორგი ლუგუძე ვასრულებდი ერთ თავარ როლს. არ ვიცი გამიხსენებ თუ არა ეს კაცი ვარ. ეხლა რა მინდა ასე ვთქვათ შეგეკითხოთ. თქვენი აზრი მაინტერესებს ახლა რაზე. აი ახლა არჩევნები, მერის არჩევნები, ეს ისეთი აჟიოტაჟი და ერთი ამბავი არის. მე რაღაცა საუბრობ ახლა სპექტაკლი გერმანულ ენაზე დაიდოვეთ. ეს ხაზი რატომ გავუშვით ისეთ. ნუ ახლა ვერ დავიდრაბა ახლა რარიქა გერმანულ ენაზე, მაგრამ ნაწილობრივ რაღაც ვიცი ენა, მე ვიცი რომ თქვენს ფლობთ ამ ენას და 70 წელში პირადად მე გერმანიაში ვსახურობდი საბჭოთა ჯარში. მე არ ვიყავი ჯარისკაცი, ჩაკეტილი ჯარისკაცი ვიღუმერია. ენის სოდნის გამო ძალიან ხშირად მიწევდა მათთან გერმანელებთან ურთიერთობა, კონტაქტები და ასე შემდეგ. რატო ყვები ახლა ხელა ისტორიას? მაშინდელი გდრ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 10 თავით მაღლა იდგა საბჭოთა კავშირში, ცხოვრების დონით და ყველა მხრივ. თუმცა ისიც სოციალისტური იყო. ხო და ამას ახლა მე ვამბობ იმიტომ რომ არა ვარ გადამგვარი რუსეთუმი ასე ვთქვათ. და ბატონო იქიდან კითხვა დასვათ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცივი გვაქვს. კარგი ევროპული ცხოვრება. ევროკავშირი, ნატო და ასე შემდეგ. მაგრამ რეალობას თუ გავუსწორებ თვალს, მე ჩემას ვაფიქსირებ. ჩვენ ლაპარაკობთ ახლა ნატო, ევროკავშირი და ასე შემდეგ. ველნადობით ეგერ არჩევნებისათვის, ადგილობრივი არჩევნებისათვის. ხო. პუტინის თანადობით. აი ორკესტანი სოფელი ტრასაზე ჩამოგვიტანა საზღვარი. იქნებ კითხვა დასვათ. ცოტა რომ გაბრაზდება ჩემი აზრით. ერთი ორკესტი ტრასას გადაგვიკეთავს. კითხვა იქნებ დასვათ ბატონო. თქვენ და მთელი საზოგადოება ლაპარაკობს. წყლის ნაყოფ არ არის. რეალობაზე მე ჩემი აზრით ასე არის, ჩემი აზრი ასეთი რომ თვალებს ხუჭავთ.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ამ კითხვას ჩვენ დავსამთ აუცილებლად მოვიტოვოთ ბოლოსთვის იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა გუშინ უამრავი ინფორმაცია გავრცელდა ამ საკითხზე თან დაკავშირებით ბატონი კითხულობს რომ დღეს საუბარი მერობაზე, მერობის კანდიდატობაზე, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზეო ხომ არ არის ზედმეტი მაშინ, როდესაც ორჭოსამდე ჩამოვიდაო მავთულხლართები და აგერა ქერესთან 200 მეტრით გადმოწია საზღვარი. ზუსტად დღეს არის მაგაზე საუბარი საჭირო. კარგით, მოდით ჩვენ ჯერ ის საკითხი მოვამთავროთ, რადგან დაწყებულია თემა, რომ არავინ დავირიოთ და აუცილებლად გავცეთ ამ კითხვას პასუხი, რომელზედაც აუცილებლად მოემზადება ბატონი იაგო, იმიტომ რომ საქართველოს გზის ლიდერი მოვეცით რომ ამ შეკითხვას უპასუხო რა, შესაძლებელია. მაშინ ჩქარა გავიაროთ. ანუ პედაგოგები მათ შორის იყო თქვენი მეუღლე და ადამიანები საერთოდ ვინც წინა მთავრობის ხელისუფლების დროს და ეს აღიარებულია სასამართლოდ ხო? ვიტყვი მე ბარა მაგას რა გასაგებია ანუ ჩვენ მივმართეთ საკრებულოს რომ ჩვენ დაგვეფიქსირებინა ჩვენი ნება და ამ ადამიანებისთვის გვეთქვა მე არ ვამბობ რომ ჩვენ რაიმე ან დასჯის მექანიზმი შესაძლებლობა ქონდა არამე მაგრამ უბრალოდ გვეთქვა ამ ადამიანებისთვის მოგესმინა მათთვის რატო გააკეთეს შეიძლება ადამიანს აქვს ახლა იმისი სურვილი რომ გამოთქვა სინანული იმის შესახებ რომ მან დაარღვია კანონი დაარღვია ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ ეს გვინდოდა ჩვენ აი ამისი გაკეთება გვინდოდა გაფართოებული საკრებულოს კომისიასთან ერთად რო გორის დარბაზსაც ეთქვა და შემდეგ ეს საკითხი გაეტანათ საკრებულოს ხდომაზე ჩვენ დაგეგმილი ქონდა ეს შეხვედრა 10 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო და 9 დეკემბერს მე ამ შეხვედრაზე მოწვეული მყავდა სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ანუ საკრებულო მოარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე. ანუ იმ აღიარებულ ფაქტებზე ვლაპარაკობთ, რომელიც სასამართლომ სწორო ეს ადამიანები იყვნენ. და აქ დაწყდა თქვენი ურთიერთობა თუ კიდევ სცადეთ მე მას შემდეგ ქონდა კიდევ შეთავაზებები სხვადასხვა დაუშვათ იგივე პრემიერთან დაკავშირებით ჩვენი წინადადებები ქონდა იგივე გასამჯელოს დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენი წინადადებები ქონდა რაც საკრებულომ არ გაითვალისწინა და ასე შემდეგ. მოდით დავსვათ ის კითხვა, რაც დღეს ბატონმა დასვა კითხვა, რომ ერთგვარად ხომ არ არის მართლა სირაქლემას პოზა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ თემებზე მაშინ, როდესაც რეალურად არის ესეთი სიტუაცია. იქნებ შეაფასოთ ეს სიტუაცია, რა ხდება? მე ახლა ბატონ გიორგის მინდა უპასუხო, დიდი მადლობა ზარისთვის რომ დარეკეთ, დიდი ესე ვთქვათ მეც მინდა მოგიკითხოთ და ძალიან კარგია რომ ის წლები გამახსენეთ ეს 80-იანი წლები უფრო იყო 77-78 წელი რაც შეეხება საქართველოს ნატოსთან დასავლეთთან ურთიერთობას და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ან რუსეთი უნდა ავირჩიოთ ან დასავლეთი და ასე შემდეგ მე ამ საკითხზე მაქვს ერთი ჩამოყალიბებული ჩემი აზრი რომ ჩვენი ხსნა არის შიგნით საქართველოში ჩვენი ხსნა არის ჩვენ თავებში პირველ რიგში ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ვიყოთ თავისუფალი ადამიანები ვიყოთ პატრიოტები ჩვენი ქვეყნის მე ძალიან ხშირად მომყავს გიორგი ჭანტურიას აქვს ესეთი რომანი მოსე სადაც არის ერთი ესეთი სიუჟეტი როდესაც ერეკლეს მოასვენებენ ასები და ათასები განსვენებულს თავზე სპარსული ქუდი ახურავს და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი რუსული მელნით აქვს დასრულიო. გიას უწერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეფე ბრძენი იყო და საქართველოს პოლიტიკა ზღვარზე, ოქროს ზღვარზე გაყავდა დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც. აი ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავამთხვიოთ იმ ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. წეგან თქვენ თქვით, რომ მე არ ვემიჯნებიო თავისუფალ დემოკრატებს იდეურად. თუმცა ოქროს ზღვარი არ გახლავთ თავისუფალი დემოკრატების იდეური პოზიცია, ხო? მათი მყარი პოზიცია პროდასავლური კურსი ნატო. არა, მაგაში ვერ დაგითანხმებით რა. ოქროს ზღვარი ნიშნავს საქართველოს კეთილდღეობას. ოქროს ზღვარი არ ნიშნავს არც დასავლეთის უარყოფას, არც რუსეთის ჩვენ ამ თემაზე ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობთ ახლა. კონკრეტულად ეს უფრო ფართო
საუბრის თემა არის და ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს ჩვენ შეიძლება ზოგჯერ დასავლეთის ინტერესები გავითვალისწინოთ, ზოგჯერ აღმოსავლეთის, ზოგჯერ ჩრდილოეთის, ზოგჯერ სამხრეთის. ეს პოზიციაა თავისუფალი ეს პოზიცია არის საქართველოს კეთილდღეობას, რომელი პოზიციაც უფრო მეტად განაპირობებს, ჩვენ უნდა დავეჭიროთ ის პოზიცია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტებით და ნორმებით გათვალისწინებული უნდა ძალიან დიდი მადლობა. მე მანიშნებენ რომ უკვე ჩვენ დროს სამწუხარო დამოიწურა, მე არასოდეს არ მყოფნის გადაცემაში, თუმცა წინ ძალიან დიდი დრო გვაქვს იმისთვის, რომ თქვენი საომავლო გეგმები უფრო დაჭრილებით მოგიწიოთ საუბარი ამ თემებზე, რაღაც სასწაული წინადადება ვთქვი ხო გამომართავე ქართულად. მე მინდა ბოლო კითხვა დავსვა. იქნება დარბაზი პოლიტიკური სუბიექტი, იქნებით თქვენ მერობის კანდიდატი? მე ამის პასუხი გვექნება ჩვენ 6 აპრილს. 6 აპრილს ველოდებით იუსტიციის სამინისტროდან პასუხს, თუ ყველა ხარვეზი ესე ვთქვათ ჩვენ გასწორებული გვაქვს, რა ხარვეზის გასწორებაც კი მოგთხოვეს და ველოდებით პასუხს სავარაუდოდ ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისათვის. წარმატებები მინდა გისურვოთ. ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში მინდა რეკლამა გამოვაცხადო. რეკლამის შემდეგ საქართველოს გზის გორის ოფისის ლიდერი ბატონი იაგუ ციკლაური მინდა შემოგთავაზოთ თავისი პოზიციით. დროებით. ახალი სააფთიაქო ქსელი გორში, იმპექსი, ჩვენთან ყოველდღე, ყოველთვე გრანდიოზული ფასდაკლებაა მედიკამენტებზე. იმპექსში ფასდაკლებები 100%-ით გარანტირებულია. იმპექსში 100%-ით დარწმუნდებით, რომ ყველაზე დაბალი ფასებია. იმპექსში 100%-იანი საიმედოობაა ხარისხზე. იმპექსში 100%-ით დაცულია თქვენი ინტერესები და ეს ყველაფერი არ არის. მობრძანდით იმპექსში და მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ აპრილის თვეში საჩუქრად გადმოგეცემათ 5 ლარიანი ვაუჩერიც. ჩვენი მისამართია, ქალაქი გორი, ჭავჭავაძის 25, იმპექსი, ჩვენთან ფასიც მკურნა. Nirgends sonst sieht man einen Himmel wie diesen. Hier wachsen deutsches Malz und deutscher Hopfen. Das ist mein Bayern, wo viele Legenden geboren wurden. Braun hat bei uns eine jahrhundertlange Tradition und wir sind stolz darauf. Trinken Sie Kaiserbier, eine lebendige, bayerische Legende. Jetzt in neuem Design. ჯანმრთელობა ყველა ასაკისთვის აუცილებელია. ხარისხი და ეფექტურობა კი ყველა პრეპარატისთვისაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ლიზლის. ლიზლი, ხველის სამკურნალო საუკეთესო საშუალება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გასაგებია უსიტყვოდ. მაგთივინი. ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი დიზაინის, ავეჯისა და კარის დამზადება, დიზაინერის უფასო კონსულტაცია, უმაღლესი ხარისხი, მოხერხებულობა და ფუნქციონალურობა. მისამართი: ქალაქი თბილისი, წერეთლის 117, მაღაზია ოპარტი. იჩქარეთ, ტექნობუმის გათამაშება დაიწყო. ტექნობუმის მასშტაბური საყოველთაო გათამაშება დაიწყო. მოიგე მილიონი ლარის ტექნიკა, 10 ავტომობილი Mercedes-Benz, 10 ოროთახიანი ბინა თბილისში და სუპერ პრიზი 9 მილიონი ლარი. იჩქარე, ჯერ არ ნახული გათამაშება და მოგების ყველაზე მეტი შანსი ტექნობუმში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გადაცემა შენი პოზიცია ეთერში დაბრუნდა. მე თია გიგოშვილი გახლავთ, ჩემი გადაცემის მეორე სტუმარი გახლავთ. საქართველოს გზის გორის ოფისის ლიდერი, სწორად ვამბობ. ბატონი იაგო ციკლაური. ბატონო იაგო, მე პირველ კითხვას აუცილებლად დაუბრუნდები იმ კითხვას, რომელიც დაისვა მაყურებლის მხრიდან ჩვენს ეთერში. როგორ ფიქრობთ, რა არის მოგვარების გზა? მოგესალმებით პირველ რიგში. ტელეკომპანიას, ჩვენს მაყურებელს და უსურვებ თითოეულ ჩვენთან გას წარმატებას იმ საერო საქმეებში, რასაც ჩვენ ვეჭიდებით. გზა არის ერთადერთი საქართველოსთვის, ეს არის წარმატების გზა, რომელიც უნდა მივაღწიოთ მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციური კადრებით. ანუ კვალიფიციური კადრები თუ გეყოლება რუსები მართულხარდებს ეხლა მე იმ კითხვას პოლიტიკურ კითხვას მისვამთ? დიახ. იმ მნიშვნელოვან კითხვას რუსები ორჯოსანთან მართულხარდები ქერესთან 200 მეტრით გადმოწეული საზღვრით საშველი და ხსდარაშია. ხო, მანდაც კვალიფიციური კადრები გვჭირდება, რა თქმა უნდა, ყველგან გვჭირდება კვალიფიციური კადრები. საშველი ერთადერთი არის დიპლომატიური გზა, სწორი დიპლომატიური ურთიერთობა როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან და საერთაშორისო პოლიტიკის გათვალისწინება და სწორედ აქედან გამომდინარე შიდა პოლიტიკის განვითარება. აი ეს არის ერთადერთი ხსნა და სწორედ კვალიფიციური კადრებიც მაგიტომაა საჭირო, რომ ადამიანებმა, რომლებიც დასაქმებული არიან მაღალ ეშელონებში და რომლებზეც დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობა, ადამიანების ცხოვრების სტაბილურობა, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკური ნაბიჯები მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დიპლომატიას და გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომელიც ხალხისთვის ცნობილი არაა. თუნდაც დიდ ქვეყნებს შორის დამოკიდებულება, რომელთა არის თქვენთვის ცნობილი, ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთეთ. ესე იგი, კულუარებში მიდის სხვა თამაში, თუ სწორად მივხვდით თქვენ. რაც ჩვენ არ ვიცი. მე ვერ გეტყვით როგორ არის, იმიტომ რომ მე არ მქონია შეხება. აი, ეს საერთაშორისო პოლიტიკის წესია ასეთი, ახლა ის რაც დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა მიმდინარეობს და რაზეც მიდის პოლიტიკური ვაჭრობა. ამას რა თქმა უნდა რიგითი მოქალაქეები ვერ გაიგებენ და ვერ გავიგებთ ვერ ჩვენ, ხო? შეიძლება ის გარედან იყოს სხვადასხვა ფორმებით გამონათქვამი, მაგრამ სწორი ანალიზის ადამიანები, ექსპერტები ადვილად მიხვდებიან ამას და ბევრ რაღაცას სწორად დაალაგებენ. ამიტომაც გვჭირდება ის კვალიფიციური კადრები და სწორი დიპლომატიური მიდგომით ჩვენ შეძლებდით ბევრი საქმის მოგვარებას. თქვენ ბრძანეთ, რომ ვაჭრობის საგანი ხდებაო დიდი ქვეყნების შორისო ხშირად ესეთი კონფლიქტები ან თუნდაც ეს ურთიერთობები. თქვენ რას ხედავთ აი ამ სიტუაციაში? რა ხდება? რა ხდება და მე ვხედავ პირადად ჩემი გადასახედით არის ესეთი სიტუაცია, რომ აქ საქართველოზე იმდენად შეიძლება არ იყოს დავა დიდ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც სხვა რაღაც უფრო დიდი ინტერესებს და ამ შემთხვევაში საქართველო იყოს მხოლოდ ასრულებდეს მხოლოდ რაღაც პატარა ხერხს რაღაც იმ გარიგებაში. სამშობლო არ გვაქვს, ხო? საქართველოა ჩვენზე კი, მაგრამ მე საუბრობ დიდ პოლიტიკაზე. და დიდი პოლიტიკა რანაირად თქვენ ძანეთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა როგორი უნდა ვაწარმოოთ ეს, როგორ უნდა ვაწარმოოთ ჩვენ ეს დიპლომატიური ურთიერთობა? ჩემი სამშობლოს ცენტრში რაოდენ პატარაც არ უნდა იყოს. ჩემი სამშობლოს სხვისთვის, ჩემი სამშობლო არ იყოს შუაში გაბმული. რა თქმა უნდა, ამას ქვია ზუსტად ის, რომ ადამიანებს საქმე უნდა ჩავაბაროთ კვალიფიციური ადამიანებს და სწორი დიპლომატიური დაბალანსებული პოლიტიკით დიდ სახელმწიფოების ინტერესებს შორის. კვალიფიციური კადრები საქართველოში ამისთვის. დღეს შედარება არ არის წინა ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა. უფრო მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კარგი კადრია და კიდე რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად შეიძლება გააქტიურება საგარეო პოლიტიკის საქართველოსი და აი ამ საგარეო პოლიტიკას უნდა ედგას სათავეში და საერთოდ უნდა მიყავდეს ისეთი ადამიანები უნდა მუშაობდნენ, რომლებიც თლიანად განახორციელებენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არ მოიტანს დაუშვათ ან პრევენციულ ნაბიჯებს გადადგამენ, რომელიც გარკვეულწილად საქართველოს ადგილა. ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი დაუშვათ საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის კვალიფიციური. მაგას არ ვამბობ. უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ ხშირად თანამიმდევრული საგარეო სიტუაციის თანამიმდევრული ნაბიჯები გვიანდება. ხშირად გვიანდება რაღაც საკითხებზე. დღევანდელი ხელისუფლების ესე ვთქვათ მანერა, ესე რომ დავარქვათ, არის დაგვიანების მანერა. რაღაცა რეაქციების დაგვიანებები ხდება, თუმცა მაინც აკეთებს. რა ქვია სახელად
ხელისუფლის ქმედებას ან დაგვიანებულია თუ არა რაიმე ქმედება. მე ვხედავ მხოლოდ იმას, რომ დღითი დღე მავთულხლართი იწევს და იწევს უფრო ახლოს საგანგაშო ზღვართან. აი ამის საშველი არის სწორედ ეს უნდა გააქტიურდეს ის დიპლომატიური მოლაპარაკებები, ურთიერთობები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ჩვენ მეზობელ თურქეთთან, ჩვენს ახლო სამეზობლოსთან. ეს არის აუცილებელი. მხოლოდ დიპლომატიური გზით, თორემ ჩვენ საქართველოს არ გაგვაჩნია ახლა ისეთი არცავართ მილიტარისტული ქვეყანა, რომ ჩვენ იარაღის ღარმით ვინმე შევაშინოთ. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის დიპლომატიური მიდგომები საგარეო საკითხებთან. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო კითხვა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ დღეს ჩემი დღევანდელობის საქართველოსთვის. და რადგან ჩვენ ვერ ვაგვცობთ ამ თემას დღეს და არჩევანი გადაცემის თემა არ არის, მოდი ვისაუბროთ თქვენს პარტიაზე და თქვენს პარტიულ მოღვაწეობაზე გორში როგორ დაიწყეთ? გორში რა ხდება თქვენს თავს? ანუ სად გაქვთ ოფისი, როგორ დაიწყეთ პარტიის აღმშენებლობა ჩვენს ქალაქში? ოფისი დღეს გავხსენით მადლობთ ოქრონის ეკლესიის გადასწრი მეორე სართულზეა. ხვალიდან დავიწყებთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. ჩვენი პირველი მოქმედება დაკავშირებული იქნება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან, ეს არის კვალიფიციური კადრები და უპირველეს ყოვლისა პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში ჩათვლიან როგორც მსახურებად, ხალხის მსახურებად და არა ისე როგორც თუნდაც დღემდე ხვდებით. აუცილებელი არის კვალიფიციური კადრები იქნას ჩართული გორის მმართველობაში, რაიონის მმართველობაში. სამწუხაროდ სწორად არ ვთვლი მე, რომ სწორად მიმდინარეობს დასაქმების პოლიტიკა. და სართულით რომ სწორად მიმდინარეობს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრები გარეთ არის და დაუსაქმებელია. ძალიან ბევრი ადამიანი. და შიგნით ვინც არის არაკვალიფიციურია? არა, მაგაზე არ ვამბობ. საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა ემსახურებოდეს ქალაქს. და როგორ უნდა განსაზღვროთ? არსებობს ამისი. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ლაპარაკობს, რომ იქ რომ იყოს, იმათზე უფრო განათლებულია, იმათზე უფრო უკეთესია. რა გაძლევთ ამის თქმის უფლებას? რა მაძლევს? აი ეს მაძლევს, ეს რა არის? ეს არის გორის ბიუჯეტი. აი ამას მე ხელს არ აუწევდი. აი ეს მაძლევს. რატომ არ აუწევდით ხელს გორის ბიუჯეტს? გადახედეთ და ნახეთ. კეთილიანია დოკუმენტი ნანახი მაქვს. ხო, ნახეთ რა ხარჯები რაზომიდის და რაზომიდის პატონო ხარჯები და ამ პრიორიტეტული მიმართულებები. მოდით მაშინ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებით და კონკრეტიკაც რადგან ცოტა და მოდით ჩამოვთვალოთ ხარჯები მიდის და არ უნდა მიდიოდეს პირველი. არა არის ჩემი აზრით ხარჯები განაწილებული. ხო და ხარჯები რაზე არ უნდა მიდიოდეს პირველი და დავიწყოთ და აი ესე კონკრეტიკაზე დავდივარ და ამიტომ დრო არ მეყოფავ, ხო? მოდით ვისაუბროთ იმაზე, რასაც საზოგადოების ინტერესია, ხო? თქვენ ბრძანებთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფული, რომელსაც ხალხი იხდის ბიუჯეტში, დახარჯა არასწორად. არა, დახარჯა არასწორად არა. ბიუჯეტში განაწილება არასწორად არა. დახარჯა არასწორად, უკვე დადასაულებია, გადასაულებია. პრიორიტეტები დააყენა არასწორად. ხო, რა თქმა უნდა, მაგალითად. დავიწყოთ იქიდან რა არ მოგწონთ და საიდან დაიწყებდით საუბარს. პირველი ვთქვათ, რაში არ უნდა დაწერილიყო ეს თანხა და რაში იქნა გაწერილი. თუ კონკრეტიკაზე დავედით, მაშინ დროც მე დავამატოთ, აბა რა გითხარით. აი ძალიან ჩვენ ხარჯავთ დროს გეყოფათ თუ არ გეყოფათ და ბრძანეთ. აი მაგალითს გეტყვით, კარგი, ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით. საბავშვო ბაღებში ბავშვები, რომლებიც არიან ნაუშად შეზღუდული ბავშვები, ხო? ჯანმრთელობის მხრივ. და არიან ისეთი ბავშვები, ხო, რომელზეც აქ საერთოდ გამოყოფილი ხარჯებში ნულია. შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებზე ლაპარაკობთ. კი, არის ერთ-ერთი მუხლი არის, ახლა თუ მათლით და ეს გეტყვით ზუსტად, კონკრეტულად გეტყვით არის არ. არის კიდე გამოყოფილი, ახლა გადაღებული არის ხოლმე ეს ცხოვრება თავში საფრის ამბავი ეს უკვე ძალიან საინტერესოა ხახვა და 100,000 ჩაბოვიდა კიდე არ აუშავს ხო? იდეა აი ამასთან დაკავშირებით ძალიან ხო საზოგადოებას გაანდეთ თქვენი იდეა, იმიტომ რომ ექსკლუზივია ჩემთვის, მე სხვაგანი თქვით და აი ძალიან მინდა რომ არა, რა იდეა, ეს ხუმრობით თქვი. ხუმრობით თქვით? კი, რომელი იდეაზე ამბობ, ძალიან ძაღლებთან დაკავშირებული იდეაზე. ხო, არა. თქვენ რას უზამდით ამ ძაღლებს?
უნდა იარო ქუჩაში ძაღლები. არ უნდა იარო, საქმეც იმაშია, რომ 100.000 რო შენ ძაღლების კი არა, უბრალოდ ცხოველთა თავშესაფარზე გამოყოფ და ამ პერიოდში კარავში 15.000 გამოყოფ ადამიანებზე, ხო? აი მაგალითად ეს თქვა. და კიდევ რა შეიძლება ითქვას, იცით, გალბატონია. კიდევ შეიძლება ითქვას ის. ანუ ის თქვენი იდეა არის, ხო, მართლა იდეა ეს? იდეა იყო, რომ ენიშნავს, როდესაც საქმე გაფუჭდება, როგორ გამოასწორო. როგორ უნდა გამოასწორო? მაშინ ეგ თქვით. ეგ ხუმრობით ახლა მოდი გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე. მე რა სხვადასხვა იყო. ხო და არის კიდევ ძაღლები და შეზღუდული ეს ესეთი მაგალითია, თორემ შეიძლება კარგად რო იყოს საქმე, ხო, 9 მილიონის გამოყო ცხოველთა თავშესაფარზე. ამაზეა საქმე, ანუ რაც გაქვს, რომ ეკონომიურად გაანაწილო და თან პროპორციულად გაანაწილო. როგორ გაანაწილებთ? აი თქვენ გაქვთ დღეს უფლება გაანაწილოთ ბიუჯეტი, პრიორიტეტები. პრიორიტეტი ჩემთვის იქნებოდა ადამიანი. პირველ რიგში, რა, როდესაც გიჭირს. მთავრობისთვის ადამიანი. არა, მაგას არ ვამბობ, როგორ არ არის ახლა ადამიანი, მაგას კი არ ვამბობ. 15.000 რო არის ახლა გამოყოფილი. აი კარავში რო არიან ადამიანები და ბიუჯეტში წერია. და 100.000 რო ცხოველთა თავშესაფარზე. კითხვა არ გაგიჩნდება? ანაცე რა? დავსვი ხო ეს კითხვა, სადავსვა ახლა, აგერს ვავ კითხვას. მე მაინტერესებს. კიდევ ერთი მაინტერესებს, საკრებულოში ვინც არიან? დეპუტატები ვინც არიან საკრებულოში? თუ იცნობს ჩვენი ხალხი? მაინტერესებს. რა უნდა გააკეთონ, რომ იცნობდნენ? რა უნდა გააკეთონ? უნდა იაქტიურონ, იმუშაონ ისეთნაირად, რომ ხალხი იცნობდეს მას. დეპუტატებს როგორ უნდა იცნობდეს ხალხი? როგორ უნდა იცნობს შეულებრივად? დეპუტატი როგორ გაგიცნობ ხალხი? უნდა იაქტიურონ, ხალხს უნდა ემსახურო. და ისე უნდა გაგიცნონ. აბა ახლა მოდი ვთქვათ. გავიდეს ქუჩაში და გამოკითხვა ჩატარდეს. რომ ვინ არის შენი საკრებულოს დეპუტატი, აი რომელიც იცნობ. უბრალოდ რიგით მოქალაქეებს, ხო? ესე იგი მე მის თქმა მინდა, რომ აი მაქვს ევროპული ქარტია თვითმმართველობის, ხო? აი მოსახლეობასთან დაახლოებული მმართველობაში ზუსტად ის არის, რომ ნებისმიერი ბიუჯეტის შედგენა არის. თუ ის არის, ხო, მოსახლეობასთან კონსულტაციებით უნდა შედგეს, ეს მოსახლეობასთან სისტემატიური შეხვედრებით უნდა მოხდეს და ეს იმდენად უნდა გაითვალოს და იმდენად უნდა ჩაიხედოს მოსახლეობა, თავი იგნოს, რომ ეს დეპუტატი მისი დაქირავებულია. აი ეს არის აუცილებელი პრიორიტეტი. მე გაიცემა მიყავს მესამე წელიწადია და მესამე წელიწადია პოლიტიკოსები სულ მესმის ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსებისგან ეს ფრაზები მე მოდის მოდიან ხელისუფლებაში ადამიანები მე ის ფრაზები რაც ხელისუფლების ფრაზებია მე მაინტერესებს ერთი რამ ჩემი ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა თუ აქვს რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს მე ჩვენზე გეტყვი მე როგორც ერთ მოქალაქე რიგით მოქალაქეს მაინტერესებს ალბათ ჩემი თანამოქალაქეებსაც აინტერესებს ეს საკითხი, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი მოტივირებულია მისი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. რაც შესთავაზებთ ხორელებს ძალიან საინტერესოა თქვენი პარტია. ეს ერთი რითიც ჩვენ ალბათ გამოვირჩევით, ეს იქნება იმით, რომ დააწეღან აღნიშნე პირველ რიგში ჩვენთან აქცენტი არ იქნება მრავალრიცხოვანობაზე პარტიის შესაძლოა მხარდამჭერი ყვავდეს ბევრი, მაგრამ პარტიაში მიღების კრიტერიუმები არ იქნება ისეთი, რომ დაუშვათ ყველას ვისაც უნდადეს უცბად შემოვიდეს, ესე არ იქნება. ერთი არის, რომ თავისი პროცედურა აქვს წესდების მიხედვით, იქნება საკანდიდატო ვადები, იქნება ის საგამოცდო პერიოდი და მხოლოდ ამის შემდეგ ისიც გარკვეული რეკომენდაციებით მიიღება პარტიაში. ეს არის შიდა წესდები. ან ჩვენ აქცენტი არ გვექნება იმაზე, რომ რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი პარტია ვიყოთ, არამედ ჩვენ გვექნება აქცენტი იმაზე, რომ ხარდამჭერები ყავდეს ბევრი. და ის პარტიის წევრები, ვინც იქნება, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და უნდა აიღონ ის სტრუქტურული დატვირთვები, რაც შიგნით იქნება. ეხლა ჩვენი პრიორიტეტები აუცილებლად აქედან გამომდინარე, კვალიფიციური კადრებიდან გამომდინარე, იქნება ეკონომიკა. ჩვენი პრიორიტეტი იქნება პირველ რიგში ეკონომიკა. ანუ ის რომ დღეს ძალიან ბევრი ამბობს, რომ ამას გავაკეთებ, იმას გამოვყოფ, ამდენ თანხას იმას დაურიგებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს შემუშავებული პროექტებზე მუშაობთ ახლაც ამჟამად, ჩვენ ვიცით როგორ უნდა ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. ჩვენ ვიცით როგორ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი. ბიუჯეტი როგორ უნდა გაიზარდოს ჩვენ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით. და ჩვენ გვაქვს ზუსტად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა. როგორ რაში მდგომარეობს ეს? ეს არის ძალიან დიდი პროგრამა, ეხლა ამაში ვერ ჩავეტევით, ეხლა გელაპარაკოთ ამ დაწვრილებით, მაგრამ ზოგადად გეტყვით, ეს გამოიხატება პირველ რიგში შეღავათიანი სესხებით, რა თქმა უნდა, შეღავათიანი სადღესასწაულო სისტემით. ვინ უნდა გასცეს შეღავათიანი სესხები? კი, ამის გამოცდილება არის ევროპაში და გვაქვს ჩვენ ამის წვდომა ინფორმაციის. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ხარდაჭერით, ქალაქში უნდა შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მუნიციპალური ფონდი და ეს არის გაწერილი გვაქვს ჩვენ კონკრეტულად
ის რა პრიორიტეტები უნდა დაისახოს და რა უნდა ვაწარმოოთ. აი ხლა ეგ ეს 5 წელი წეგან გითხარ, წერდი ჩემს და აქ არის ზუსტად ის პროგრამა, აქ წერია რა შემოგვაქვს. თქვენ იცით რომ გორში 2 მილიონის ვაშლი შემოვიტანეთ 2012 წელს. მწვანე ვაშლზე საუბარი ხო? მწვანე იყოს თუ ჭრელი იყოს, ყველაფერი გორში შეიძლება რომ მოვიდეს. ის მწვანე ვაშლიც მოვა და ის წითელი ვაშლიც მოვა. გამიგეთ თეა და აი ხლა აქ არის ზუსტად პირდაპირ პროგრამა. პროგრამა პირდაპირ ჩვენ 7 მილიარდ ნახევარზე მეტისა შემოგვაქვს უცხოეთიდან საქონელი პროდუქცია. ზუსტად აი აქ არის ის რომ 2 მილიონის იმას რო შემოიტან, ხალხს რო შემოიტან. ხო, აი შიდა ქართლში დაუშვათ, ხო გვაქვს ჩვენ ამის საშუალება რომ მოვიყვანოთ ხალხი. კომპოსტოს რო შემოიტან უცხოეთიდან, ხო? ეს ხო ნათლად მეტყველებს იმაზე რომ არასწორად მიმდინარეობს ეკონომიკური პოლიტიკა. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ მე მაინც უნდა დავსე ეს შეკითხვა. რატომ შემოაქვთ კომპოსტო და წელს თუ შემოიტანეს თქვენ როგორ იცით ეს ამბავი? წელს ეს არის 2012 წლისა, წელს წლევანდელი არ დამითვლია, ისა უბრალოდ 2013 უნდა მოანდომოთ. 2013 არ დამითვლია, 2012-სა და 2013 შორის დიდი სხვაობა არა. ეს არის ის დიდი იმპულსური პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური ცუდი პოლიტიკა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს მოდიოდა და ჩემი აზრით ემსახურებოდა ადგილობრივი მრეწველობის და წარმოების განადგურებას. მე უნდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. წინა ხელისუფლების დროს ადამიანებმა მოისმინეს უამრავი დაპირება. რომელზეც დღეს გვესმის დავა, იქით ხელისუფალი ამბობს, რომ მე დაპირებების დიდი პროცენტი შევასრულე, აქეთ ხალხი ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. კონკრეტულად სტრატეგიული განვითარების გეგმა ჩემი ქალაქი, სადაც თქვენ აპირებთ, რომ კი, ჩვენ მრეწველობის განვითარება. 2012 წლის მონაცემი და 7 მილიარდი სამ ქალაქს და თითოეულ მოსახლემ უნდა გაიგოს. თითოეულმა მოსახლემ უნდა გაიგოს. თქვენ თუ კი მოხვალთ ხელისუფლებაში, რას გაუკეთებთ გორელებს? ჩვენ თუ კი მოვალთ ხელისუფლებაში, მე კიდევ ვიმეორებ. ჩვენ აუცილებელ პრიორიტეტებად რაც დავსახეთ, მხოლოდ მრეწველობის განვითარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, საწარმოების გახსნას შევუწყობთ ხელს. კონკრეტულად, ხო გაქვთ გეგმა? რა კონკრეტულად? უამრავი რამის სამკერვალოები, საკონსერვო მრეწველობა, უამრავი რამე შეიძლება. ჩვენ ეს გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გვაქვს, კი. ეს ყველაფერი და დღესაც მუშაობენ ჩვენი სპეციალისტები ამაზე. მე იმიტომ ამბობ, რომ ეხლა კონკრეტიკა თუ გინდა თან მცირე დროში გინდა გითხრა, თან ესე არ გამოვა. გადაცემის სტილი არის. ხო, და ეხლა გადაცემის სტილი. ამავე მცირე დროში. მე ამიტომ ზოგადად გეუბნებით. ამავე მცირე დროში, ბატონო, ეგ პოლიტიკოსები ახერხებენ იმ უამრავი დაპირების გაცემას მოსახლეობაზე, რაც ხო, არ ვიცი ეხლა ეს პოლიტიკოსები შეიძლება ეხლა მოგითხრათ მე ამას მოგცემთ, ამას ამბობ გაჩუქებთ. მე არ მახსენდება პოლიტიკოსის სალექციო დრო დათმობოდეს საეთეროდ. მე მაინტერესებს. ეს თან მეკითხები თან პასუხი. აბა, მაგრამ როგორ გითხრა? თქვენ მელაპარაკებით თქვენს წიგნზე, რომელზეც 5 წელი ძალიან სასიამოვნო ეს წიგნი არსებობს, დიდი სიამოვნებით გამოგართმევთ და წავიკითხავ, მართლა დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. მე უბრალოდ მაინტერესებს განვითარება ჩვენი ქალაქის და სამომავლო ხედვა როგორი აქვს თქვენს პარტიას. მე კიდევ გიმეორებთ, მხოლოდ ეკონომიკის განვითარებით. კარგით. და პრიორიტეტებზე ბრძანეთ. ადამიანი იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი. ესეც ეკონომიკის ადამიანია ყველაფერში პრიორიტეტი, აბა რა არის? არა, თქვენ ძანეთ რომ ამ ბიუჯეტს რო უყურებო ჩვენც ადამიანი. აი ისევ ამ თემას უბრუნდებით, არ გავიარეთ? გავიარეთ. რა ვიცი, აბა ეხლა სხვა იმაზე გადავდიოდი და კი ბატონო ისევ თუ ამაზე საუბრობ. მაშინ თქვენ ბრძანეთ გუშინ ზარია ეთერში და შემოუშვათ და მე მინდა გავსა ესეთი კითხვა რომ თქვენ ბრძანეთ გუშინ რომ თქვენ არ იქნებით, არ იყრით კენჭისმერად. თქვენ პარტიის აღშენებლობით იქნებით დაკავებული და ამ საკითხებზე. და გისმენთ ეთერში ხარ. ეს მე შეგითხრა რომ სპეციალურ ბიუჯეტთან დაკავშირებით რომ ძალიან ჩააცილი თაბარა არ არის რომ თქვა ბატონო რომ ეს ისე ვიხუმრებოდა აი ამ დაპირებებზე ფაქტების მე უარი თქვით რომ ვიხუმრება რა მოხდა საწარმოებიო თქვენ რომ ბრძანეთო ხომ არ იტყვით არჩევნების მერე რომ ვიხუმრეო არა რატო რა არის მან სახუმა არაფერი ახსახმა რომ დაპირებებში რომელსაც წინას არჩევნით გაცემენ რა თქმა უნდა კარგით მოდით თქვათ იქნებით მერობის კანდიდატი თუ ვინ იქნება თქვენი პარტიიდან როგორ გაიგეთ ამ საკითხს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მოგვიანებით გაცნობებთ ეგ არის პასუხი ჩვენი კარგია ყველასთვის პარტიულისთვის თუ უპარტიოსთვის ნებისმიერი კვალიფიციურ ადამიანთან სიამოვნებით განვიხილავთ ჩვენი ქალაქის განვითარების გეგმას
ego მე მაინტერესებს ერთი რამ, თქვენ ხართ პროფესორი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხო? და მაინტერესებს ერთი რამ, ძალიან ჭირს ხოლმე განათლებული ადამიანების და ადამიანების, რომლებიც კვალიფიციურად ერკვევიან რაღაც საკითხში დაყოლიება პარტიულ თანამდებობებზე, ამ პარტიაში საერთოდ შესვლა, ხო, არ ვიყოთ ძალიან გულახდილები. რა მოგიხიბლათ საქართველოს გზასთან მიმართებაში, რომ თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ახლა ეწერა ბატონი თამაზი იყო აქ და მე მახსოვს ჩვენ ეროვნული მოძრაობა ერთად გამოვიარეთ და როდესაც ადამიანი ეროვნულ მოძრაობაში ხარ, სულ სხვა შეხედულებები გაქვს და ეს ვიწრო პარტიულ ინტერესებს ცილდება, გაცილებით ცილდება. მე გადაძნელია, როდესაც უყურებ შენ ირგვლივ რა სიტუაციაც ხდება, ერთადერთი მე რამაც მომიყვანა, უпроსტად დამაბრუნა პოლიტიკაში, ეს არის ის, რომ არასწორად მიდის ჩემი გადასახადის ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკა უფრო უკეთესია, თითქოს შიდა პოლიტიკა და კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა არის და ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მეტნაკლებად უფრო კრიტიკული იყო და არ იყო ისეთი მეხოტბე, იყო საქართველოს გზა, თუმცა საქართველოს გზის ლიდერმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენ არა ვართ ოპოზიცია ოცნების, ვინაიდან ჩვენ მუშაობდით და ვეხმარებოდით 2012 წლის 1 ოქტომბერს. თუმცა ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ იყო ბევრი შენიშვნები და ბევრი საკრიტიკო, ჩვენ ვაკრიტიკებდით და დღესაც არ მოვერიდებით კრიტიკას ამ კუთხით. და ეს არის აუცილებელი და ახლა ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც ხედავ, რომ შენი არჩევანი არ ამართლდება და ხედავ, რომ მე ისევ იმ სიტყვას ვიტყვი და იტყვით, რომ რა საიჩემე, ხო, ეს კოჰაბიტაცია ხდება, ხო? თქვენ არ იტყვით ეს სიტყვა თქვა ხელისუფალმა და არჩევება თქვენი არ გამოდის. მე 2012 წელს კოჰაბიტაცია კი არ ავირჩიე, ეს რომ ცოდნოდა რომ კოჰაბიტაციასთან შევიდოდნენ, ესენი საერთოდ არ მიცემდი ხმას. ძალიან დიდი მადლობა და თქვენ გაქვთ ერთი წუთი დრო. რომ მიმართოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორ უნდა მოიქცენ ადამიანები, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, რომ ხვალინდელი დღე მათთვის იყოს დღევანდელზე უკეთესი, თუ არა უარესი მაინც არა. ხო, ერთადერთი რაც არის, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი მომენტი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან, ხელისუფლება არის თუ ოპოზიცია თუ პოზიცია ყველაზე, ვფიქრობ, რომ საერთო საქმე არ არის გასაკეთებელი კონკრეტული პიროვნების, ჩვენი გასაკეთებელი მაგალითად არ არის მარტო რომ ჩვენ გავაკეთოთ. ყველა აი როგორც მე დავინახე და რაღაცა არ მიდიოდა სწორად და გადავწყვიტე რომ ჩავმულიყავი და ჩემი ქვეყნის სამსახურში ასე მიმიყო მონაწილეობა, ხო? ვისაც როგორ შეიძლება თავისი გადასახედით უნდა იაქტიუროს და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ნაწილში შევიდეს ის პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ემსახურებიან და წინ წაიყვანენ, თორე მაშინ ესე რომ დაიმალოს ყველა კვალიფიციური ადამიანი და გარედან იქიდან რეკონდა ან რაღაცა ვიღაცას უთხრა რომ აი იმან გააკეთოს, ხო? არა, მოდი ერთად ავაშენოთ ეს ჩვენი ქვეყანა. მე ვიყო მარტო აქეთ ვიბრძოლო და შენ ისე არა. ეს ბრძოლაში კიდე შედის ინტელექტუალური ფორმები არის ძირითადად და დიპლომატიური ფორმები ამჯერად. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. ჩვენ კიდევ გვექნება საომავლო დრო, როდესაც თქვენ ჩამოყალიბდებით მერობის კანდიდატზე, როდესაც თქვენ ჩამოყალიბდებით კანდიდატებზე, ჩვენ ალბათ ხშირად მოგვეცემა საშუალება, რომ თქვენ დეტალურად გააცნოთ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ის ხედვები, რაც თქვენს პარტიებს გააჩნიათ. მე მინდა ერთი რამ თქვა, პოლიტიკას აკეთებენ ბინძური ადამიანები, ამობენ. ყველა საქმე ისეთია, როგორი ადამიანებიც. პოლიტიკა ბინძური საქმეა, ამბობენ. ძალიან ექვთიმე თაყაიშვილი იყო პოლიტიკოსი და ეგ ხალხი ბინძურები არ არიან. პოლიტიკას არის ისეთი და ნებისმიერი საქმე არის ისეთი, როგორი ადამიანებიც აკეთებენ. ბინძური ადამიანი ყველგან აბინძურებს. და მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვიყოთ ადამიანებო ფხიზლად, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქალაქის ისტორიაში, ავირჩიოთ ის ადამიანები, ვინ ადამიანებიც მართლაც იკეთეს მოუტანენ ამ ქალაქს. დროებით მომავალ შეხვედრამდე მოგვიჩვენოთ ჩვენი სევეთირსვლა. ავერსის კლინიკის სტომატოლოგიურ კაბინეტში შესაძლებელია ჩაიტაროთ მაღალი ხარისხის თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული მომსახურება. სტომატოლოგიური манипуляციები ტარდება უახლესი აპარატურით, საუკეთესო ხარისხის მასალებით, ახალი თაობის საანესთეზიო მედიკამენტების გამოყენებით. ყველა პროცედურა სრულდება უმტკივნეულოდ, მინიმალური ტრამვებით.
ავერსის კლინიკაში სტომატოლოგიური манипуляციები უსაფრთხოა. სტერილიზაცია წარმოებს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, რაც თავიდან აგაცილებთ სისხლით გადამდებ ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორიცაა B-C ჰეპატიტი, შიდსი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ფასები ჩვენს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე არ აღემატება რეგიონის სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში არსებულ ფასებს. სოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ქალაქიდან გაუსვლელად, ხელმისაწვდომ ფასად. ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი თქვენი წარმატების საწინდარია. მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი 12. წინასწარი ჩაწერისათვის და ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე 03 70 27 97 01. გაწუხებთ ტკივილი გულის არეში, გულისცემის აჩქარება, სტრესი, რამდენი პრეპარატი უნდა მიიღოთ ერთდროულად ამ სიმპტომების მოსახსნელად? 1, 2 თუ 3. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ერთი კომბინირებული პრეპარატი, კორსიზი. კორსიზის ტაბლეტები სწრაფად მოგიხსნით ნერვოზული ხასიათის ტკივილს გულის არეში, აჩქარებულ გულისცემას, გაგათავისუფლებს სტრესისა და ნერვული დაძაბულობისგან. კორსიზი სწრაფად დაუბრუნებს თქვენს გულს სიმშვიდეს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. აგრობარათი ლიბერთი ბანკისგან თანამედროვე უკონტაქტო ტიპის ბარათი, რომელზეც 800,000-მდე მცირე მიწიან ფერმერს სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო საკონვის შესაძენად გაცემული დახმარება დაერიცხება. აგრობარათი ასევე გთავაზობთ თანხის განაღდებას და ანგარიშწორებას ლიბერთი ბანკისა და TBC ბანკის ბანკომატებსა და პოსტტერმინალებში. ანგარიშზე თანხის განთავსებას და 5%-იანი სარგებლის მიღებას. 10-დან 50%-მდე ფასდაკლებას 100 მეტ სავაჭრო ობიექტში. კომუნალური გადასახადების გადახდას და ბალანსის შემოწმებას მობილური ტელეფონით. აიღეთ აგრობარათი ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ბევრიდან გასაგებია უსიტყვოდ. მაგთივინი. რეფერალური დახმარების ცენტრში გაიხსნა 10 უახლესი და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ჰემოდიალიზის ცენტრი. აქ დაგვხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ცენტრი შეძლებს 40-60 პაციენტის მიღებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.